Globალური ბიზნეს ამბებით გავაგრძელო საქმე ის აღამო და დავიწყოთ სამხრეთ კორეული კომპანიით, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია და არის ნახევარგამტარების მწარმოებელი, ეს არის SK Hynix-ი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო გაყიდვა დაიწყო აქციების, რომლის მიზანიც არის ჯამში 28 მილიარდი დოლარის მობილიზება. მარეგულირებელი ორგანოს დოკუმენტაციის მიხედვით NASDAQ-ის ბირჟაზე დეპოზიტარული ხელწერილების სახით 17,790,000 ახალი აქცია გაიყიდება. ფასების დიაპაზონი სეულის საფონდო ბირჟაზე არსებული ფასებიდან დაითვლება, საბოლოოდ ხუთშაბათ შეჯერდება საბოლოო ფასი აქციაზე და შესაბამისად პარასკევიდან უკვე დაიწყება გაყიდვები. არსებული მონაცემებით მოზიდული კაპიტალი სამხრეთ კორეაში ახალი ქარხნების მშენებლობას და ასევე ჩიპების წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, მათ შორის ნიდერლანდური ASML-ის ultra E-სფერის სკანერების შესყიდვას მოხმარდება. ეს არის SK Hynix-ის გეგმები, რომელიც უკავშირდება საჯარო განთავსებას და გაყიდვას აქციებისა და 28 მილიარდის მოზიდვას. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეს განთავსება რეკორდული იქნება, მეორე რეკორდი იქნება პრინციპში Elon Musk-ის SpaceX-ის შემდეგ, რომელმაც 85,7 მილიარდიანი ასე ვთქვათ ინვესტიცია მოიზიდა პირველადი საჯარო შეთავაზების ფარგლებში. SpaceX-ი არის ამერიკული კომპანია და ამერიკულ ბირჟაზე გავიდა და SK Hynix-ი არ არის ამერიკული, კორეული კომპანია, რომელიც გავა ამერიკაში და მაინც იქნება მეორე და მაინც გლობალურ ასე ვთქვათ უცხოური კომპანიების ლისტინგ შორის დაამყარებს ახალ რეკორდს. ხო, Saudi Aramco-ს და Alibaba-ს გადაასწრებს ისტორიული მაჩვენებლები მათ ჰქონდა და შესაბამისად ჩამორჩება, ასე ვთქვათ, SpaceX, როგორც უკვე ვახსენეთ. SK Hynix-ი წარმოადგენს მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპების უმსხვილეს მიმწოდებელს და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად არის 1,1 ტრილიონი დოლარი და 700%-იანი ზრდა აქვს კომპანიას ერთი წლის განმავლობაში. აი ამონა ესეც დასგისურებთ. აი ინვესტიციას როცა გულისხმობთ, აი ამას ვამბობთ 700% შვენიერია. ხო, ასეთი შედეგი რამდენიმე კომპანიამ უკვე დადო. Nvidia იყო მაგალითად წინა წელს ესეთი ასევე იყო, რა თქმა უნდა, Broadcom-ი, რომელმაც ფანტასტიკური შედეგი დადო. იყო Samsung-ი, SK Hynix-ი და ძალიან ბევრი კომპანია, რომლებმაც ესე 700 და 1000%-ები ისე დადეს, თითქოს არაფერიაო და ეს ანალიტიკოსებს და მათ ნაწილს რეალურად აშფოთებს. და ერთ-ერთი ასეთი ძალიან მსხვილი და სერიოზული მოთამაშე არის Bank of America. ერთ-ერთი ყველაზე ძველი სანდო საფინანსო ინსტიტუტი პლანეტაზე, ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკი, რომლის საინვესტიციო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს არ არის კარგი. რაც ხდება, ეს +700 და +1000%-ები არ არის ნორმალური და მათი შეფასებით უკვე ბაზარი არის ფაქტობრივად აი სპეკულაციური ვუშტის ფინალურ ფაზებში. გასწდომამდე ორი ნაბიჯი გვაშორებსო, ასე ამბობენ Bank of America-ში და მათ სხვათა შორის S&P 500-ის წლის, ანუ მომდევნო 12 თვის პროგნოზი ისე ვით დატოვეს, სადაც იყო 7100-იან ნიშნულზე, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ მათი პროგნოზი S&P 500 შემცირდება, რადგან ის უკვე 7600-იან ნიშნულზეა და თუ 7100 ტოვებს, ესე იგი შემცირების მოლოდინი გაქვს ამ ეტაპზე. რაციონალში მათ განმარტეს, რომ პირველი ეს არის უბრალოდ აბსურდული შეფასებები, ინვესტორები პულსას ხამენ ყველაფერში, რაც საერთოდ AI-სთან არის ასოცირებული, მათ შორის ფეხსაცმლის კომპანიაც კი ვნახეთ, რომელსაც თვითონ GPU-ები იყიდა და 800%-ით გაიზარდა ერთ დღეში, ეგეთი სიგიჟეებიც არსებობს. და ამას მე ემატება მეორე X ფაქტორიც, ეს არის Fed-ი, მისი ახალი ხელმძღვანელი, რომელიც რას ფიქრობს, აღარავინ აღარ იცის, უკვე ალბათ მისმა მეუღლემაც აღარ იცის, უკვე რა აქვს მას გულში ისეთი ენიგმატური პიროვნება შეგვჭა ბოლოს ხელში და მოკლედ Bank of America ფიქრობს, რომ წელს შეიძლება Watch-მა საერთოდ 3 ჯერ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი. არა თუ შეამციროს და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ S&P 500-ის შემცირება ეს არავის არ გაგვიკვირდეს პირიქით -20%-ით რომ ნახოთ, ეგეც აღარ გაგვიკვირდეს. შეიძლება ცოტა იყოს კიდევ შემცირება 700-ზე და ნუ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ის არის, რომ Bank of America არის რაღაცნაირად ძალიან უცნაურ პოზიციაში Wall Street-ზე დიდ ბანკებს შორის. ხოლმე მას აქვს ასეთი პროგნოზი. ყველაზე რადიკალური პროგნოზი არის რეალურად ეს პროგნოზი და თუ შევხედავთ JP Morgan-ის, Goldman Sachs-ის ან სხვა რაღაც Ray Dalio's hedge fund-ის პროგნოზებს, ისინი საერთოდ სხვა რაღაცას პროგნოზირებენ 20%-იანს დას მოელიან. სამეგობროში რო ვიღაც ძალიან პესიმისტური განწყობაზე Bank of America თამაშ თემას დაკავშირებულია Bank of America.
დღეს არა, შანსი არ არის. ეს ამბავი არ გამოვა, ისე S&P 500 გასხმული აქვს, აი ესე ამბობს Bank of America მოკლედ. ევროპულ მწარმოებლებს ავიაციის მიმართულებით, აეროკოსმოსური მიმართულებით აქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რაღაცა კონსორციუმივით ყალიბდება, საუბარი Airbus-ზე, Leonardo-ზე და Thales-ზე და ისინი თანამგზავრების წარმოებისა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის მიმართულების განვითარების მიზნით ერთიანდებიან. პრინციპში 2027 წლიდან ალბათ SpaceX-ის სხვა კონკურენტი ამ მიმართულებით არ არის გლობალურად. კიდევ შემოიკრიბონ 1-5 კომპანია. თუ სწორება უნდა იყოს SpaceX-ზე უნდა იყოს სწორება, ჯერ ისინი ახლა იწყებენ SpaceX რაღაცეები უკვე დამთავრებული აქვს. მივდიოდით, თქვენ მოდიოდით, ამბავია შეუძლია ილონ მასკმა 10,000 სატელიტი ხომ არ აქვს შემთხვევით გაშვებული უკვე. თუმცა ევროპა ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით გააქტიურება არის გარდაუვლად აუცილებელი. ცოტა გვიან, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ეს ანდაზაც ეწოდინებათ ევროპაში სავარაუდოდ. მოკეთ SpaceX-ი არის მთავარი სამიზნე. სამიზნე რა პრინციპში მასთან კონკურენცია და იმ ტექნოლოგიების შეთავაზება უკვე ევროპული ბაზრიდან, რომელიც SpaceX განვითარებული აქვს და გააჩნია. ახალი სტრუქტურის ფლობელებს შორის წილები უკვე გადანაწილდა, კერძოდ Airbus-ის აქციების 35%-ია ჯამურად, ხოლო Leonardo და Thales-ი მიიღებენ 22.5-22.5%-იან წილებს. არსებული ინფორმაციით ერთობლივი კომპანია ევროპის მასშტაბით დაახლოებით 25,000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ეს მნიშვნელოვანი ამბავია და მისი წლიური ბრუნვა სავარაუდოდ 7.5 მილიარდს მიაღწევს. SpaceX-ის დონეზე ძალიან პატარაა მასშტაბი, თუმცა ასე ამ ტიპის გაერთიანება ევროპაში არ ყოფილა და ამ მიმართულებით სვა ჯერჯერობით არის სიახლე, რომელსაც ეს სამი გლობალური პრინციპში და თავის სექტორში საკმაოდ კარგი კომპანია განახორციელებს. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ახალი სუბიექტის ჩამოყალიბების იდეა MBDA-ის სარაკეტო საწარმოს მოდელს ეფუძნება. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ გაერთიანება სატელეკომუნიკაციო ნავიგაციის და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებში ევროპული პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და SpaceX-ის მონოპოლიის დასრულებას, რაც ალბათ სავარაუდოდ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა, ვიდრე პირველი, რომელიც გაძლიერებას უკავშირდება.